ახლა ჩვენ ანა ბუჩკური უნდა ჩაგვერთოს პარტიიდან გახარია საქართველოსთვის. მოგესალმებით ანა, მადლობა რომ ხარ ჩვენთან ერთად. გესმით ჩემს? გამარჯობა ირაკლი, მადლობა. ანა, როგორ მიდის საარჩევნო სამზადისი? თქვენ ჩართული ხართ აი ლელოსთან ერთად ამ პოლიტიკურ კოალიციაში, ხო? ეს არ არის კოალიცია იმ სტანდარტული გაგებით, საერთო საარჩევნო სიები თქვენ არ გექნებათ, მაგრამ თანამშრომლობის იმგვარი ფორმატია, რაც კოალიციურ თანამშრომლობაში ჯდება მათ შორის. შესაბამისად, როგორ მიდის მათ შორის ეს ერთობლივი პარტიული თანამშრომლობა სხვა რაღაცას ნიშნავს ირაკლი. ინტერპარტიული, კარგი, ინტერპარტიული თანამშრომლობა, სადაც საერთო არ გექნებათ ინტერპარტიული, კი ბატონო, პარტიებს შორის თანამშრომლობა არის, ადგილობრივ დონეზე კოალიცია არ იქნება, ხოცები კი იტყუებიან, რომ იქნება, მაგრამ სინამდვილეში კოალიცია ადგილობრივ ხელისუფლებაში არ არსებობს, რაც გულისხმობს ჩვენი თანამშრომლობა გეტყვით და მე გადავალ როგორ მიდის სამზადისი. თანამშრომლობა ეს მემორანდუმი თანამშრომლობა გულისხმობს ძალიან მარტივ რამეს, რომ არ ვიყოთ, არ შევიდეთ ერთმანეთთან კონკურენციაში. შესაბამისად, ყავდეს კანდიდატები, რომელსაც თქვა პირობითად ხო იყოს ან აპარტიული კანდიდატი, სადაც ეს მოიძებნება და შეთანხმდება, სადაც მსგავსი არ მოიძებნება, იმიტომ რომ თქვენ იცით, რომ ბევრი მუნიციპალიტეტია და მუნიციპალური არჩევნები ძალიან რთულია ზოგადად, ნორმალურ პირობებში რთული არჩევნები არის პარტიისთვის, უმეტეს ოპოზიციური პარტიისთვის. იქ სადაც თქვათ არაპარტიული კანდიდატი არ იქნება შერჩეული, თქვათ იყოს ერთის კანდიდატი და მეორე არ იყოს მისი კონკურენტი, ანუ კონკურენციის გამორიცხვის თანამშრომლობა დავარქვათ უფრო სწორი, იმიტომ რომ კოალიცია ადგილობრივ დონეზე არ არსებობს. რაც შეეხება როგორ მიმდინარეობს, თქვენ იცით, რომ სექტემბრის დასაწყისამდე არის ვადა კანდიდატების წარდგენის, ნამდვილად ავჩქარობთ, რომ რომელიმე მუნიციპალიტეტში კანდიდატი დასახელდეს, ზოგან არსებობს უკვე, ზოგან არ არსებობს, ზოგან უკეთეს ვეძებთ. რა თქმა უნდა, ისედაც საკმაოდ შეზღუდული რესურსები და შეზღუდულ, ასე ვთქვათ, პირობებში გვიწევს ჩვენ ეს მზადების პროცესი და რა თქმა უნდა, მაქსიმალურად გამოვიყენებთ ვადას ჩვენ და ლელო, რომ მაქსიმალურად საზოგადოების მაქსიმალურად ბევრი, ასე ვთქვათ, ქართულ საზოგადოებისთვის მისაღები კანდიდატები შეირჩის. როგორ უყურებთ თბილისის მერობის კანდიდატის თემას? თავიდან იყო საუბარი ნეიტრალურ კანდიდატს. ნეიტრალური კანდიდატი და აპოლიტიკური თან ეს სიტყვაც გავიგე. მე ცოტა მაშინებს კიდეც უნდა ვაღიარო ჩვენს პოლიტიკურ ექსპერტს. აპარტიული. მაშინებს კიდეც ცოტა გაუგებარიც კი არის. ამ რეალობაში ხედავთ ასეთ კანდიდატის რესურსს კვლავ? გაუგებარი რა არის ბოდიში? ანუ მე არ მჯერა ზოგადად რომ ნეიტრალური აპოლიტიკური კანდიდატები შეიძლება ასეთ პოლიტიკურ ბრძოლაში შევიდნენ, მაგრამ აპარტიული ირაკლი სხვა რაღაცას ნიშნავს, ანუ აპარტიული სხვა რამის ნიშნავს, აპოლიტიკური სხვა რამის. საუბარია აპარტიულზე, აპარტიული ნიშნავს, რომ კონკრეტული პარტიის წევრი არ არის, აპოლიტიკური ადამიანი მე მგონი აღარ არსებობს ამ ქვეყანაში. რაც შეეხება კონკრეტულ კანდიდატს, აქაც თბილისზე ზუსტად იგივე პრინციპი ვრცელდება, რა პრინციპის ვილაპარაკე განზოგადებულად, მაქსიმალურად გამოვიყენებთ დროს 4 თუ 5 სექტემბერია 4 სექტემბერია თუ სწორად მახსოვს, მაქსიმალურად გამოვიყენებთ დროს, რომ მაქსიმალურად მისაღები ადამიანი იქნას შერჩეული თბილისის მერობის კანდიდატობისთვის. ანა დოლიძის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეიძლება გეგმავდეს არჩევნებში მონაწილეობას, მან რაღაც პოსტით დაწერა და ჩემთვის მე მივხვდი რომ მგონი აპირებს აშკარად არჩევნებში მონაწილეობას, მიმართავდა რაღაც მტრებს. ესეთი ჭორი დადის ქალაქში. არა, პოსტიდან ესეთი დასკვნა გამოვიტანენ ნამდვილად, რომ აშკარად აპირებს მონაწილეობას. განიხილავთ მას პოტენციურ მოკავშირედ ამ პროცესში? კანდიდატებს დაგისახებთ, აი, განიხილება ალეკო ელისაშვილის კანდიდატურა, ანა დოლიძის კანდიდატურა თბილისის მერობის კანდიდატებზე ირაკლი უკვე გავაკეთე განმარტება და შემიძლია იგივე გავიმეორო უბრალოდ ძვირფას დროს დავხარჯავ, რა განიხილება და რა არ განიხილება, ამას საზოგადოება გაიგებს ჩვენგან და არა შალვა რამიშვილის ქარდებისგან, რომელსაც მე ნაცმოძრაობის აქტივი დააქრევდა პოსტივის ქარდებს. კონკრეტულად ვინ იქნება, ვიზე იქნება გადაწყვეტილება შეჯერებული, ამას გაიგებთ ჩვენგან, ხო, იმ პარტიების მხრიდან, რომლებიც მე მაინტერესებს დისკუსიის სივრცე როგორი არის, როგორ მიდის დისკუსია ამ თემის გარშემო? მნიშვნელოვანია ხა ეს მნიშვნელოვანი ხო არ არის? დახურულ კარს მიღმა რას ვსაუბრობთ, ეს გაინტერესებს თუ კონკრეტულად რა გაინტერესებს? ხო, შეიძლება ეს საუბრები არც იყოს დახურულ კარს მიღმა, ზოგ ქვეყანაში ასე დროს პრაიმერისაც ატარებენ. მიმდინარეობს დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს, რა თქმა უნდა, შტაბური მუშაობა. ეს შტაბური მუშაობა ჩვენ პრინციპში გულსხმელი რა ვიყო, არც გაგვიჩერებია ჩვენს პარტიას, იმიტომ რომ ჩვენს პარტიას არ აქვს არც ფინანსური ფუფუნება, არ აქვს არც მედიური ფუფუნება და ძალიან შეზღუდული რესურსები და ამიტომ ჩვენი სიძლიერე, ჩვენი პარტიის ბოლო თითქმის 5, 4 წელზე მეტია ვარსებობთ
მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ რეგიონულ მუშაობას არ ვაჩერებთ არასოდეს. ეს არის ჩვენი გუნდის სიძლიერე, იმიტომ რომ გავაჩეროთ ჩვენ ეს სხვა პრობლემებს გამოიწვევს ჩვენთვის. ამიტომ ჩვენ ეს შტაბური მუშაობა არც გამოჩერებია არასოდეს დაარსების დღიდან. რაც შეეხება ანადოლიძის კომპონენტი არ მინდა რომ უპასუხოთ დამჭეს. მე არ მომისმენია მისგან რაიმე განცხადება, მაგრამ ამ ეტაპზე იცით, რომ ჩვენ და ლელუს შორის შედგა, ესე ვთქვათ, ეს შეთანხმება ერთმანეთის კონკურენციის გამორიცხვაზე. არ ვიცი ქალბატონიანა რა განცხადებას გააკეთებს. ან თქვენ არ ქონიათ კომუნიკაცია მასთან, ხო? ანუ ეს აქამდე არ ქონიათ. არა, ნამდვილად მეც მართალი გითხრათ სოციალური მედიის საშუალებით ვნახე ეგრეთ წოდებული ქარდები და ასე შემდეგ. რა უნდა იყოს ამ კამპანიის თავი ფოკუსი? როგორ ხედავთ თქვენ ამას? იცით, თვითმმართველობის არჩევნები ესეთი სპეციფიკური არჩევნები არის, ხო? რომელსაც სამეურნეო ნაწილი აქვს ძალიან დიდი, ხო? ადამიანებს თვითმმართველობის არჩევნებზე ელოდებიან რაღაც ტიპის დაპირებებს, ხედვებს. მეორე მხრივ პოლიტიკური სიტუაცია საკმაოდ მწვავე არის და თითქოს სივრცეს არ ტოვებს ამგვარი კამპანიისათვის. როგორ ხედავთ ამ ორ შორის ბალანსის მოზრდილი შესაძლებლობას? აბსოლუტურად გეთანხმებით. თვითმმართველობის არჩევნები მართლა განსხვავებული არჩევნებია და სპეციფიკური არჩევნებია. ერთი მხრივ პარტიული თვალსაზრისით ძალიან სპეციფიკურია. თვითმმართველობის არჩევნები არ არის არჩევნები, რომელიც ცენტრალური პოლიტიკის საკითხებს წყვეტს, რა თქმა უნდა, მაგალითად თვითმმართველობის არჩევნებზე არ ხდება ქვეყნის საგარეო კურსი, ხო? პირობითად რო ვთქვათ, ანუ ცენტრალური პოლიტიკის საკითხებს თვითმმართველობის არჩევნები არ წყვეტს. თუმცა მე მომისმენია ზოგიერთი ოპოზიციური ლიდერისგან ცოტა ზედმეტად დაკნინება თვითმმართველობის არჩევნების, მაგალითად მოხრიშვის არჩევნები უწოდებიათ ოპოზიციონერ ლიდერებს, მაშინ როდესაც ახლა მე სულ ახლახანს იყო, ხო, როდესაც პრინციპში თვითმმართველობის, იმიტომ რომ თვითმმართველობა კორუფციულია და თვითმმართველობა ვერ მუშაობს, ვიხილეთ ჩვენ ადამიანები და გარდაცვლილი ადამიანები მათ შორის. ანუ თვითმმართველობა არ არის, ესე ვთქვათ, არ არის სწორი რომ დავაკეთოთ, რომ არის მოხრიშვის არჩევნები, ხშირ შემთხვევაში თვითმმართველობის ხელშია ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა და ეს დადასტურდა. მაგრამ გეთანხმებით, რომ არის სპეციფიკური არჩევნები და ცენტრალური პოლიტიკური, ესე ვთქვათ, მდგენელი არჩევნები არ არის, მაგრამ ეს არჩევნები, კონსტიტუციით არის დანიშნული, მოვიდა მაშინ ეს არჩევნები, როცა მოვიდა, ყველამ ვიცოდით, რომ ეს არჩევნები მოდიოდა და ცოტა და უარეს შორის გვიწევდა პოლიტიკურ პარტიებს გადაწყვეტილების მიღება. ჩვენი გუნდისთვის მთავარი რა არის? ირაკლი, თქვენ თქვენს მარტივი გასაგები იქნება ახლა, რასაც ვიტყვით. თქვენ იცით, რომ ჩვენ ვართ პარტია და ჩვენს პარტიას ყავს ლიდერები, რომელიც განსაკუთრებით მისაღები არის ოცნების ამორჩევლისთვის. პროდასავლელ ამორჩეულზე მაქვს საუბარი. შესაბამისად, ამ პირობებში განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 2024 წლის არჩევნების შემდეგ ოცნებას ერთი პოზიტივი არ მოუტანია ქვეყნისთვის, ირაკლი. ერთი დადებითი არ გაუკეთებია ქვეყნისთვის, არც ადგილობრივ დონეზე, აღარაფერს ვამბობ ცენტრალურ დონეზე. პირიქით, ნაცებს ჯობი ვართო და სისტემურ ძალადობაზე გადავიდნენ და მორალური უპირატესობა დაკარგეს მათ შორის ნაცმოძრაობასთან. ევროპაო და პირდაპირ გამოვიდნენ და ევროპულ ინტეგრაციას კლავენ ქვეყანაში და იმედი მაქვს, რომ ამაზეც გვექნება შესაძლებლობა რომ ვისაუბროთ. ჟურნალისტებს მედია თავისუფლებაო და პირველი ქალი ჟურნალისტი პოლიტიკური პატიმარი ყავს და აღარ ჩამოთვლი საზოგადოებამ, განსაკუთრებით თქვენმა მაყურებელმა ძალიან კარგად იცის ის მავნებლობის კასკადი, რაც ოცნებამ ჩაიდინა. რა თქმა უნდა, ამ პირობებში ირაკლი ბუნებრივია, რომ ივანიშვილს ოცნებას ამორჩეველი წყდება და ჩვენ მიგვაჩნია, რომ იქნება მავნებლობა და დანაშაული. მე პირადად ასე ვფიქრობ, რომ იქნება დანაშაული, რომ ეს ამორჩეველი შევატოვოთ ოცნებას და ივანიშვილს და დავუბრუნოთ, არ ვაჩუქოთ ივანიშვილს. მე შემიძლია მაგალითი მოგიყვანოთ ირაკლი, აი მე რაც გადამხდა თავს, რამდენიმე კვირის წინ ხშირად მომყავს ხოლმე მედიაში, ბევრი თქმელი იყო ეს კონკრეტული შეხვედრა ჩემთვის, ჩხოროწყუში ხაბუმეში ვიყავი შეხვედრაზე, იქ ადამიანები რომ დაგვინახეს ესე ვთქვათ პოლიტიკური სახეები მოდიოდნენ და ყველანი გვეუბნებოდნენ, რომ თქვენ არ გეგონოთ, რომ თუ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს ოპოზიცია, ნუ გექნებათ ილუზია, რომ ადამიანები მთელი სოფელი არჩევნებზე არ მივა. და თქვენი გადასაწყვეტიაო ბიულეტენზე მარტო 51 დარჩება თუ სხვა ალტერნატივაც ექნება ამ ხალხს, იმიტომ ეს ხალხი მაინც მივა არჩევნებზე. და მე მჯერა ამისი, ეს არ არის ერთი ამოგლეჯილი, ესე ვთქვათ, შემთხვევა, რაც შემიძლია ჩხოროწყუს მაგალითზე გითხრათ, ადამიანები რა თქმა უნდა აუცილებლად მივლენ არჩევნებზე და ჩემთვის მავნებლობა, მithumetes იმ პირობებში ირაკლი, როდესაც
ოცნებას ფაქტია, რომ შეუძლებელია ოცნების პროდასავლელ ამორჩეულს მოსწონდეს ის, რაც ხდება დღეს ქვეყანაში, განსაკუთრებით ევროინტეგრაციის მიმართულებით და ძალადობის მიმართულებით და მავნებლობად მიმაჩნია ეს ადამიანები უბრალოდ შევატოვოთ ოცნებას. რა თქმა უნდა, ირაკლი, ეს არჩევნები არის სპეციფიკური არჩევნები. თქვენს გესმით ეს და ჩვენს ძალიან კარგად გვესმის, მაგრამ ეს არჩევნები მოდის. კონსტიტუციით არის განსაზღვრული. გასაგებია. ამაზე შეიძლება განსხვავებული ხედვა არსებობს, თუმცა თქვენ მართლა შემოგაქვთ, აი, როცა თქვენი პარტიის წარმომადგენელთან საუბრობთ, რაღაც გაზომადი ნაწილი ამ რაღაცისა, რომ თქვენ გინდათ, რომ ოცნების ის ამორჩეველი დაარწმუნოთ, ვინც გასული არჩევნების შემდგომ განიხიბლა ოცნებისგან, ხო? ეს და საინტერესო გასაზომი, მათ შორის მესმის, მაგრამ საინტერესო გასაზომი სექტორი არის. თუმცა არა მხოლოდ ჩვენ სხვაცაც. ხო, საინტერესო გასაზომი სექტორი არის. ეს მათ შორის პასუხობს იმ კითხვას, აი, თუ არსებობს ოცნების პროევროპული ამომრჩეველი, აი ეს სეგმენტი, რომლისთვისაც ეს ტკივილები არსებობს. აი ძალიან საინტერესო იქნება ამ ხრივ როგორი განხორციელება იქნება თქვენ გეგმებს. ანა უნდა გითხოთ აუცილებლად ხა არჩევნებთან დაკავშირებით გასაგებია ალბათ კამპანიის შესახებ ბევრს ირაკლი ბოდიში ერთი წამი უნდა ვთქვა თუ ვინმეს გონია რომ ოცნებას პროდასავლელი ამორჩეველი არ ყავს მაშინ საქართველოს ძალიან ცუდად ქონია საქმე. და მე მჯერა და ვიცი ზუსტად რომ ოცნებას ყავს პროევროპელი ამორჩეველი. რთულად იქნებოდა საქმე, გეთანხმებით კი. ანა როგორ უყურებთ იმ საგარეო გამოწვევებს რაც ახლად დგას ქვეყნის წინაშე? ჩვენ აგვისტოს ბოლოს დავკარგავთ ვიზომ მოსვლას და ამის საფასუხოდ ხელისუფლება გვეუბნება რომ ესე იგი ომში ჩათრევის და სქესის შეცვლის ოპერაციების ახლა ძალიან არ მოეწონათ ეს იმიტომ დასაცინები გახდნენ ამის გამო და ამბობენ რომ ეგ არ არის ეგრეო და ძალიან მაგრამ ეგ არის კაცებს ფიცავენ გათხოვებისგან ირაკლი და მიზეზის გამო ხო და როგორ ფიქრობთ ერთი თავისთავად რამდენად იმუშავებს ესეთი გზავნილი რეჟიმის მათ შორის იმ ამორჩეულებს ისეც ეუბნებიან ამას ხო ხარ ეუბნებიან ოპოზიციურად განწყობილ ამორჩეულს ეუბნებიან მათ ვინც ვის დარწმუნებაც ვის შენარჩუნებაც უნდა თქვენ იცნობთ ამ ხალხს შესაბამისად აი როგორ გითხრათ თქვენი აზრით რამდენად იმუშავებს ასეთი გზავნილები ამ აუდიტორიაზე ზოგადად ისიც უნდა ვთქვათ ირაკლი და ალბათ პირადადაც დამეთანხმების შენს რომ პროპაგანდა იმიტომ წარმოებს და პროპაგანდა იმიტომ არსებობს სამწუხაროდ რომ ის გარკვეულ კატეგორიაზე მუშაობს და გარკვეული კატეგორია ადამიანების არიან მოწყვლადები პროპაგანდის მიმართ და ეს არის არამხოლოდ არჩევნების კონტექსტში, არამედ ზოგადად ქართულ პოლიტიკურ და არამხოლოდ ზოგადად ქართულ რეალობაში არის ძალიან სერიოზული გამოწვევა დარწმუნებული ვარ, რომ მედიაც ასე უყურებთ. რაც შეეხება კონკრეტულად აი ვიზოსთან დაკავშირებით რაც ხდება და მე როგორ ცდილობს ოცნება ამ ყველაფრის შეფუთვას ტყუილებით, სინამდვილეში ირაკლი ამ ესე ვთქვათ ევროპული პოლიტიკის საკითხებში გარკვეული ადამიანებისთვის, მათ შორის ჟურნალისტებისთვის ძალიან მარტივ ჭეშმარიტებას ვიტყვი, მაგრამ მგონია რომ მნიშვნელოვანია ამისი ხშირად გამეორება. ვიზა ლიბერალიზაციის, ანუ უვიზო რეჟიმის გაჩერების საკითხი ევროკავშირისთვის დღის წესრიგში დააყენა თავად ოცნებამ და როგორ და რანაირად. მარტივად ევროკავშირის დღის წესრიგში ირაკლი გემახსოვრება დასაწყისში თავიდანვე იდგა ოცნების მაღალჩინოსნების, ოცნების ეგრეთ წოდებული პოლიტიკური ლიდერების, კორუფციონერების, მავნებლების და მოძალადეების დასანქცირება, განსაკუთრებით ფინანსური სანქციები. ოცნებამ ყველაფერი გააკეთა საკუთარი პერსონალური კავშირების გამოყენებით, მათ შორის საუბარი მაქვს მათ ესე ვთქვათ მეგობარ ორბანზე, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ევროკავშირისთვის დღის წესრიგში შემოეიტანა, ანუ დაებლოკა ესე ვთქვათ მისი პერსონალური პასუხისმგებლობა და შემდგომ უკვე დღის წესრიგში შემოიტანა საქართველოს ესე ვთქვათ საქართველოსთვის ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება. ანუ ჩემზე არ გავრცელდეს ფინანსური სანქციებიო და საქართველოს მოქალაქეებსო რაც გინდათ ის უყავითო. ვუტრირებ, მაგრამ ესე ითარგმნება, ხო? მათი ეს ნაბიჯები. მე მინდა ირაკლი თქვენის ნებართვით დილასაც თქვენს კოლეგებთან მქონდა ამაზე ვრცელი საუბარი. მინდა გავიმეორო ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ. მე ჩამოვთვლი არ მინდა რომელიმე გამომჩეს ქვეყნებს ჩვენს მართლა მეგობრებს, აი მეგობარი რასაც ქვია, ჩეხეთი, ლიტვა, ესტონეთი, გერმანია, ლატვია, შვედეთი, საფრანგეთი, პოლონეთი, ამას შემდგომ დაემატა საბერძნეთი და სლოვენია. ამ სახელმწიფოებმა გააკეთეს განაცხადი და თქვეს, რომ ნაცვლად იმისა, რომ უვიზო მიმოსვლა გავაჩეროთ, ანუ გამოვგლიჯოთ, ესე ვთქვათ, საქართველოს, მნიშვნელოვანია, რომ პასუხი აგონ ოცნების პოლიტიკურმა ლიდერებმა, კორუფციონერმა დამნაშავეებმა. ამას უშლის უნგრეთი ხელს, ხო? როგორ სიტუაციაში?
ამას უშლის უნგრეთი ხელს. ჩვენ ახლა როგორ სიტუაციას ადამიანურად რო თარგმნოთ, როგორ სიტუაციას მაგონებს. ადამიანი რო ჭაობში ჩავარდეს და მეგობრები რო მივარდნენ ამოსაყვანად საშველად. ჭაობიდან რო ამოხვიდე, უნდა გაჩერდე, ხო, ფეხებს თუ იქნებ, ჭაობი უფრო გიქრებს, ესე ვთქვათ. მეგობრები გეკაჩებიან, მაგრამ შენ ფეხებს იქნებ და უფრო ღრმად ვარდები ჭაობ. შენ ზუსტად ამ სიტუაციაში ვარ. ფეხებს იქნევს ოცნება, უფრო ღრმად და ღრმად ვიძირებით ჭაობში და სამწუხაროდ მე ისიც ყველაზე მეტად მეშინია ირაკლი არის ის, რომ ეს მეგობრები, რომლებიც ცდილობენ ახლა ჩვენს ამოთრევას ჭაობიდან ფიზიკურად ვეღარ გაწყდება ეს სადღაცას და ჩავიფლობით ჭაობში. აი ამას მაგონებს ეხლა რა სიტუაციაშიც ჩვენ ვიმყოფებით. სადღაცას ის რესურსი, რომ მეგობრებმა გააჩერონ, ესე იყო შეაჩერონ და გადავრჩეთ უვიზო მიმოსვლის მოწყვეტას, ეს რესურსი სადღაცას ამოიწურება, ეჭვი მაქვს დარდო ამაზე და მეშინია. იმიტომ რომ ოცნება ფეხებს იქნებს, არაფერს არ აკეთებს ოცნება საიმისოდ, რომ პირიქით ნარატივი გზავნილი და მესიჯები გაუშვას ევროკავშირისგან. პირიქით გამოდის და ამბობს, რომ ნუ ახლა უკვე კაცების გათხოვებას ითხოვენო ჩვენგანო და რა უნდა დავიწყოთ მარასმი. აი, რასაც აღწერ ძალიან დრამატულ ვითარებას, მძიმე ვითარებას. ხო, ეს არ არის ვითარება, რომელიც იძლევა რაღაც მოქმედებებისთვის სივრცეს, რაღაც გრძელვადიან ან საშუალოვადიან პერსპექტივაში, ხო? აღწერ ვითარებას, როცა ძალიან მოკლევადიან პერსპექტივაში შეიძლება დადგეს ისეთი შედეგი, რომლის შემოტრიალება იქნება რთული. უბრალოდ რა არის საჭირო იმისათვის, რომ ამას დაუპირისპირდე. მოდი ამაზე ვილაპარაკოთ, ხო? ანუ გამოდის, რომ ძალიან მალე უბედურებაში ვიქნები და რა უნდა შეიცვალოს ეს უბედურება არ დატრიალდეს ჩვენ თავს. გეტყვი ირაკლი, მადლობა რომ ახლა აქეთკენ წამიყვანე, იმიტომ რომ ნამდვილად არ მინდა რომ რაღაცა ფრუსტრირებაში გადავარდეთ. ეს არის ჩემი პერსონალური ყველაზე დიდი გამოწვევა. მე რასაც როგორც მოქალაქე პირველ რიგში ვუყურებ, იმიტომ რომ ჩვენ ირაკლი ბევრნაირი ხელისუფლება ყოლია ბოლოს 10 წლის განმავლობაში, მაგრამ ყველა ხელისუფლებამ შეძლო ის, რომ აგური დაედო, აი ესე ნაბიჯ, რომ აი ეს კავშირი ევროპასთან გქონოდა. ვიზა ლიბერალიზაცია არ არის მხოლოდ აი რიგში აჩავდგები და მარტივად წავალ, ვიზო წავალ ევროპაში, ეს არ არის მხოლოდ გესმის, ხო, ახლა შენ პერსონალურად ვიცი, რომ კარგად გესმის. ვიზო მიმოსვლა ნიშნავს პოლიტიკურ სამართლებრივ აფილაციას ევროპასთან. იმიტომ რომ ჩვენ გარშემო ევროკავშირის წევრი სახელმწიფო ტერიტორია არ გვაქვს. ხო ასეა. აქედან მოდის ზუსტად ჩვენი ინიციატივით გაკეთდა თავის დროს ასოცირებული ტრიო მოლდოვასთან და უკრაინასთან ერთად, რახან ტერიტორიები არ გქონდა კალათაში, ესე ვთქვათ, შემდგარ იყო სურველი ქვეყნების, რომ ერთად მოხვედრილიყო გაფართოების შემთხვევაში ჩვენი გაწევრიანება. ამიტომ რაღაც ტრაგიზმი დავხატე, ესე გამომივიდა, ეს არ იყო ჩემი თვითმიზანი, მაგრამ ძალიან მძიმეა პერსონალურად ჩემთვის ამ ყოველთვის ყურება. რა უნდა გაკეთდეს ამის საპირწონედ? ორი რამ. პირველი ეს არის რა თქმა უნდა მუშაობა ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან და მე არც ერთი სიტყვით არ იქნება გადაჭარბება ირაკლი ვიტყვი რომ როდესაც FAC-ის შეხვედრა, ანუ საგარეო საქმეთა მინისტერიალი მიმდინარეობდა სამშაბათს, ზუსტად იმ დროს გახარიას ჰქონდა შეხვედრები აი ამ მინისტერიალის წევრებთან, სიკორსკის პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას გაგახსენებთ გახარიასთან შეხვედრის შემდეგ რაც გააკეთა და ჩვენი პარტნიორების დარწმუნება რომ მნიშვნელოვანია რომ მოგვეცით. ეს ერთი, რომ გადავადდეს ესე ვთქვათ იზოლირება, იმიტომ რომ საქართველოს იზოლირება არის მხოლოდ რუსეთის ინტერესში და გადასარევად ასრულებს ამ ინტერესს ოცნება, ეს ერთი მიმართულება და მეორე ირაკლი აი წეღანაც საუბრობდით ოცნების ამორჩეველზე და ჩვენ მიხარია შენს რომ გჯერე რომ ოცნებას ჯერ კიდევ ყავს ხო შემორჩენილი პროტასაური ამორჩეველი ერთადერთი რაზეც რეაგირებს ირაკლი ერთადერთი რაზეც რეაგირებს ირაკლი ოცნება არის ჩემზე და თქვენზე ან შენზე პერსონალურად და ჩემზე არ რეაგირებს ოცნება დიდი ხანია ჩვენ არ ვაინტერესებთ, იმიტომ რომ ოცნების წარმომადგენლები, მათ შორის კობახიძე არ თვლის თავს საქართველოს პრემიერ-მინისტრად. ერთი არის ჩვენ არ ვაღიარებთ, მაგრამ არც თვითონ არ თვლის თავს საქართველოს პრემიერ-მინისტრად. შესაბამისად, ის არ თვლის, რომ ჩემს წინაშეც და შენ წინაშეც ზუსტად ისეთივე ანგარიშვალდებულია, როგორც ოცნების სამომრჩევლის წინაშე, იმიტომ რომ ის მისი ლეგიტიმაციის ხარო ქართველი ხალხი კი არ არის ირაკლი ბიძინა ივანიშვილია. შესაბამისად, აი ასეთ პირობებში ერთადერთი, ვისაც უსმენს ჯერ კიდევ და პულსზე ხელი უჭირავს, არის მისი ამორჩეველი, ოცნების ამორჩეველი. ამიტომ არის დამატებითი არგუმენტი მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, ამიტომ არის ჩვენთვის განსაკუთრებით
პრინციპულად და კრიტიკულად მნიშვნელოვანი, მით უფრო ჩვენთვის, რახან წვდომა გვაქვს ოცნების ამორჩეველთა, იმიტომ რომ ხალხი ჩვენ გვისმენს, ამიტომ არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი თავად ოცნების ამორჩევლის დარწმუნება. ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. მადლობა ძალიან დიდი, გასაგებია თქვენი პოზიცია. ანა ბუჩუკური იყო ჩვენთან ერთად პარტია გახარია საქართველოს წარმომადგენელი.